2022 წლის მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში ამოცანა ნომერი 12. 100 სიგრძის გვერდის მქონე კვადრატის წვერებში მოთავსებულია Q მუხტები. იხილეთ ნახაზი. განსაზღვრეთ ელექტრული ველის დაძაბულობის მოდული კვადრატის ცენტრში O წერტილშიო, კულონის მუდმივა არისო K-ო. კარგით, ახლა მოდით წარმოიდგინოთ რა სიტუაცია გვაქვს ჩვენ. ამ ნახაზს გავადიდოთ, მოდით. ახლა მოდით ამ წერტილებს თავისი სახელები დავარქვათ. დავუშვით, ეს არის პირველი წერტილი. ეს იყოს მეორე წერტილი, შესაბამისად ის იქნება მესამე და ეს იყოს მეოთხე წერტილი. ახლა პირველ წერტილში მოთავსებული ხუმუხტი O წერტილში შექმნის რაღაც დაძაბულობას, რომელიც შემდეგი სახით იქნება მიმართული, აი ეს იქნება პირველ შემთხვევაში, ეს იქნება დავარქვათ E1, ეს იქნება 1. შესაბამისად, მეორე წერტილში მოთავსებული ხუმუხტი შექმნის დაძაბულობას, რომელიც იქნება მეოთხე მუხტისკენ მიმართული, ეს იქნება E2 დაძაბულობა. ანალოგიურად მესამე რას იზავს, მესამე შექმნის გარკვეულ დაძაბულობას, Q, რომელიც პირველისკენ იქნება მიმართული, აი ასე ბატონო ჩემო, ასე. აი ეს იქნება E3 და მეოთხე შექმნის, მეორისკენ მიმართულ გარკვეულ დაძაბულობას, აი ეს იქნება აქეთ მიმართული. ეს იქნება E4 ველი და გამომდინარე ახლა იქიდან რომ ეს მუხტები სიდიდით ერთმანეთის ტოლი არის, შესაბამისად მათი შექმნილი ველები ერთ კონკრეტულ ამ შემთხვევაში კვადრატის ცენტრში სიდიდით ერთმანეთის ტოლი იქნება. რა თქმა უნდა, მიმართულება ამ ველებს განსხვავებული აქვს. თუმცა სიდიდით ერთმანეთის ტოლი არის. ესე იგი, E1 სიდიდით ტოლი არის E2-ის სიდიდით, ტოლი არის S3-ის და ტოლი არის სიდიდით E4-ის. ამასთან E2, რადგანაც E2 და E4 ერთმანეთის სიდიდით ტოლი არის და ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მიმართული არის, აი 2-ის და E4-ის სუპერპოზიციით მიღებული ველი O წერტილში 0-ის ტოლი იქნება და ანალოგიურად S3-ის და E1-ის მიერ სუპერპოზიციით მიღებული ჯამური ველი, რადგანაც საწინააღმდეგოდ არიან ესენიც მიმართული და სიდიდით ერთმანეთის ტოლი არის, ჯამურად ესეც 0-ს მოხსნეს. შესაბამისად 4-ივე ველის ჯამური ველი O წერტილში იქნება 0-ის ტოლი. შესაბამისად პასუხი იქნება A.